საღამომშვიდობისა ტელეკომპანია გურჯაანის სტუდიიდან ახალ ამბებს თამარ გორხელაშვილი გაგაცნობთ. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი საახალწლო საჩუქარი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. ზეიმები მომეწონა. ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, კარგი იყო და სახალისო. მადლობელი ვიქნები თითოეული გურჯაანელის თუ დაგვიდგებია გვერდში რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვხატოთ. პრობლემები 2016-ს გაატანეს და უკეთესი მომავლის იმედით შეხვდნენ ახალ წელს გურჯაანში. რა მოლოდინები აქვთ 2017-ში. მოლოდინი სიკეთის და ბედნიერების. ლარის კურსის დასტაბილურებას მოლოდინი. უმიზო მიმოსვლა რომ აკეთდეს ხალხი თავისუფლად წავა და გამოვა. ახალ წელს გურჯაანის სასტრაფო სამედიცინო სამსახური მთელი დატვირთვით მუშაობდა, რატომ დასჭირდა მოსახლეობას სასტრაფო დახმარების გამოძახება. მოიმატა ალკოჰოლური თრობით გამოძახებების რაოდენობა. კვერცხზე მარკირების კონტროლი მკაცრდება 1 იანვრიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგულაციები ამოქმედდა. დღეიდან გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრი პატარებს საახალწლო კარნავალზე ეპატიჟება. რა ღონისძიებები გაიმართება გურჯაანში ძველ ახალ წლამდე სპეციალურად ბავშვებისთვის. 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ყოველ დღე 12 საათზე გვექნება საახალწლო წარმოდგენები. ეთერშია ტელეკომპანია გურჯაანის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალდილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგეძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტით ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყურეთ სილქნეტზე, მაგთისაცსა და მაი ვიდეოზე. მე ვარ შენი ახალი წლის მეკვლე. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივით კულტურის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის საახალწლო ზეიმი გაიმართა. ბავშვები სანტა-კლაუსმა და ფიფქიამ გაახალისეს. ილუზიონისტებმა და აკრობატებმა კი პატარები საცირკო და აკრობატული ნომრებით გააოცეს. ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობით გაიმართა. ბავშვებმა საახალწლო ნაძვის დღესთან იმღერეს იცეკვეს და ლექსებით წაიკითხეს. კონცერტის დასასრულს კი მათ საჩუქრები დაურიგეს. მე ვარ შენი ახალი წლის მეკვლე ამ სახელწოდების პროექტს კავშირი ჯამთელი და უზრუნველი მომავლისკენ წლები ახორციელებს. ეს გურჯაანში მათი პირველი ვიზიტია. გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატი დავით სონღულაშვილი ღონისძიებას შვილებთან ერთად დაესწრო. ახალ წელს ყველას ბავშვებო და ძალიან მომეწონა ეს ღონისძიება, კარგი იყო და სახალისო. თქვენ გილოცავთ ახალ წელს, შობ ახალ წელს რაბას დაესწარით და გილოცავთ ახალ წელს. ზეიმები მომეწონა. ძალიან მომეწონა ახალ წელი. ბედნიერება, მადლობა გიხდით, რომ დამპატიჟეთ ახალ წელი. ის ზეიმზე. ძალიან ბევრ სიხარულს უსურვებ, ძალიან ბედნიერებას, ყველაფერს კარგს და რა ვიცი, თუ გახარებულები ყოფილიყო, როგორც დღეს არიან გახარებულები და ყველაფერი კარგს უსურვებ. ეს აქცია ტარდება ბატონ დავით სონღულაშვილის ეგიდით, რომ მისი გამოხმაურება იყო ის, რომ გურჯაანის, მთელი გურჯაანის მასშტაბით მოუკრიფეთ ეს ბავშვები, ყავს დღესაკ და ძალიან დიდი და კარგი და ლამაზი ღონისძიება ჩავატარეთ, როგორც თოვლის ასევე ჯამბაზებით, ასევე პატარა მომღერალი ყავს ჩამოყვანილი აქა, მეორე მომღერალი. 2016 წელი არაჩვეულებრივი წელი იყო. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ გურჯაანის გვერდში დგომისთვის და 2017 წელს აუცილებლად ერთად შევუდგებით უკვე საერთო საქმის კეთებას, რომელიც მიზნად გვაქვს დასახული. დღევანდელ ღონისძიებას რაც შეეხება გაიმართა შეშლილი ბავშვებისთვის. დღევანდელი ღონისძიება აუცილებელი არის საზოგადოების უფრო მეტად ჩართულობა ამ ღონისძიებაში და მადლობელი ვიქნები თითოეული გურჯაანელის თუ დაგვიდგებია გვერდში რომ განსაკუთრებული ყურადღება გამოვხატოთ და განსაკუთრებულად მოვაფეროთ ამ პატარებს. ახალ წელს გურჯაანის სასტრაფო სამედიცინო სამსახური დატვირთვით მუშაობდა. სასტრაფოს ხელმძღვანელის მანანა ბერიკაშვილის ინფორმაციით 1 და 2 იანვარს 63 გამოძახება დაფიქსირდა. აქედან უმეტესობა ალკოჰოლური თრობის შემთხვევა იყო. აღსანიშნავია, რომ პიროტექნიკით დაშავების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
გამოძახებების რაოდენობა საახალწლოდ ძალიან მოემატა 60 გადააჭარბა 60 გამოძახება იყო 1 იანვარს ორში 63 გამოძახებების რიცხვის გაზრდა გამოწვეული ამ დღეებით ნამდვილად არ იყო ნოზოლოგიები არ შეცვლილა ერთადერთი მოემატა ალკოჰოლური თრობით გამოძახებების რაოდენობა საბედიროდ არც ერთი შემთხვევა პიროტექნიკით დაზიანების არ ყოფილა 2017 წელს დაბადებული პირველი ბავშვი გურჯაანში. ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიაროში წელს პირველი პატარა დღეს 3 იანვარს 13 საათზე დაიბადა. გოგონა ზუსტად 4 კილოგრამია, მისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, სავარაუდოდ თამარს დაარქმევენ. დედაც და ჩვილიც ჯანმრთელად იმყოფებიან. 2016 წლის მიწრულს 31 დეკემბერს კი გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის სამშობიაროში 3 ბავშვი დაიბადა, 3-ვე გოგონა. 4 კილოარი ნაყოფი დედრობითი სქესის დედა და ბავშვი კარგად აგზნობენ თავს. 31-ში იყო ახალწლის ღამეს იყო 3 მშობიარობა. ახალწლის მერე ეს არის პირველი ახალშობილი. მოხარული ვარ დაიბადა ახალი წლის დღეებში, ნამდვილად გამიხარდა. დედა ასე ყოფილიყო, მეორე გოგოა და ბედნიერი ხარ. ახალი წლიდან კვერცხზე მარკირების კონტროლი მკაცრდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიზნეს ოპერატორი ვალდებულია მის მიერ წარმოებულ კვერცხზე ზუსტად მიუთითოს სურსათის გამოშვების და ვარგისიანობის ვადა. სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი სატელეფონო ინტერვიუში განმარტავს, რომ თითოეული კვერცხის მარკირება მოხდება და მასზე დადების თარიღი, საწარმოს დასახელება და მწარმოებელი ქვეყანა აღინიშნება. 2017 წლიდან მარკირებისა და ეტიკეტირების რეგულაცია კვერცხის გარდარძის პროდუქტებსა და ხორცს პროდუქტებსაც შეეხება. კვერცხის მარკირების წესი დაწესებული არის, ახლა არ არის, ეს უკვე 90-ე დადგენილება, როგორც კი შევიდა ძალაში, ეს არის საქართველოს მთავრობის დადგენილება. სასურსათო კვერცხზე უნდა მოხდეს იდენტიფიცირება სათითაო კვერცხის, ანუ უნდა იყოს აღნიშნული ინფორმაცია ნიშანდების სახით, რომელიც გულისხმობს ქვეყანის დასახელებას, სადაც დაიდო ეს კვერცხი, საწარმოს დასახელებას და კვერცხის დადების თარიღი უნდა იყოს მითითებული აუცილებლად. უკეთესი მომავლის იმედით შეხვდნენ ახალ 2017 წელს გურჯაანში. რესპონდენტები ამბობენ, რომ პრობლემები ძველ წელს გაატანეს და ახალი წლიდან მხოლოდ სასიამოვნო სიახლეებს ელოდებიან. მათ უმრავლესობას ლარის გამყარება და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერება სურს. ასევე ელოდებიან წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირებების შესრულებასაც. კიდევ რა მოლოდინები აქვთ გურჯაანელებს 2017 წელს გიორგი ბაღანაშვილი დაინტერესდა. 2016 წელი გააცილა როგორც მსოფლიომ, ისე საქართველომ და იმედით შეხვდნენ 2017 წელს. გურჯაანში რესპონდენტები ამბობენ, რომ გასულ წელს გაატანეს ყველა ის პრობლემა, რაც 2016-ში დაუგროვდათ. ახალი წლიდან კი მხოლოდ კარგის მოლოდინი აქვს. სურთ, რომ 2017 პენსიების მომატების, დასაქმების და ლარის დასტაბილურების წელი იყოს. მოლოდინი სიკეთის და ბედნიერების. ყოველივე კარგს. ადამიანი ყოველთვის კარგზე ფიქრობს და კარგის მოლოდინში არის და მეც ასე. ლარის კურსის დასტაბილურებას ველოდებით ნამდვილად ამ წელში. დახმარების აღდგენაც მინდა, პენსიის გაზრდაც მინდა, რომ ხალხმა იცხოვრო ცოტა ნორმალურ პირობებში. ზოგისთვის 2017 საუკეთესო წელი იქნება, თუ ქვეყანაში უვიზო რეჟიმი ამოქმედდება. ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობებს დაალაგებს და დაკარგულ ტერიტორიებს დაიბრუნებს. უმიზო მიმოსულა რომ ვაკეთდეს ხალხი თავისუფლად წავა და გამოვა. რუსებისკენ მიტრიალდა საქმე. ტრამპი ამბობს, რომ ასე ჯობიაო. მე ვფიქრობ, რომ უკეთესობა იქნება რუსებთან გავათმოთ ურთიერთობა. 2017 წელს მშვიდობა იყოს და თავრობმა მოიწადინოს, რომ საქართველო გაერთიანდეს. ზოგსაც კი იმედი აქვს, რომ ამ წელს ხელისუფლება წინასაარჩევნო დაპირებებს შეასრულებს. რაც თქვენს თუ კი აი მჯერავს, რომ შეასრულებენ, თუ მოიწადინებენ, ნამდვილად შეასრულებენ ყველაფერს, რაც ხალხს დააპირდნენ. პრემიერ-მინისტრის ხალხს წელს უკეთეს ცხოვრებას შეპირდა და განაცხადა, რომ 2017 ძალიან კარგი წელი იქნება. რა გეგმები აქვთ ახალ 2017 წელს თვითმმართველობებს გურჯაანისა და სიღნაღის მუნიციპალიტეტების გამგეობაში მოსახლეობას აიმედებენ და აცხადებენ, რომ ეს წელი გასულთან შედარებით უკეთესი იქნება, როგორც ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების თვალსაზრისით, ასევე კულტურული და სპორტული მიმართულებითაც. გურჯაანის გამგებლის მოადგილის განცხადებით წელს არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა განხორციელდება. ინფრასტრუქტურა და სოციალური სფეროა პრიორიტეტული სიღნაღის მუნიციპალიტეტშიც.
2017 წელი იმედი გვაქვს რომ იქნება გაცილებით უკეთესი, წარმატებული და უფრო ბარაქიანი ვიდრე 2016 და სხვა გასული წლები. პირადად ჩემი განხრით ინფრასტრუქტურულ პროექტებში ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე იგეგმება ჩვენი სოფლის და ქალაქის მოსახლეობისთვის, ასევე სხვა დანარჩენ სფეროებში კულტურის, სპორტის, სოციალური განხრით იმედი გვაქვს რომ დავინახავთ საქმიანობას გვიჩვენებს 2017 წელი უფრო წარმატებული იქნება გასულ წლებთან შედარებით. იქნება უკეთესი ინფრასტრუქტურის მხრივ, ვიდრე გასული წელი იყო, გაცილებით ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდება და ეს პროექტი მისაღები და მორგებული იქნება უშუალოდ მოსახლეობაზე და ახალგაზრდებზე. შედარებით მოწესრიგდება იქნება ჩვენი სოციალური პაკეტი, უფრო მიზნობრივი გახდება. ისე კი არა სოციალურ დახმარება რომ უწევს ყველას უწევს გაჭირვებაზე არა, უფრო გაფრთხილებული იქნება ძირითადად ავანტყოფების მიხედვით გავცეთ უფრო მეტ თანხებს. რაც შეეხება კულტურასა და სპორტს, როგორც გითხრათ, კულტურაში ახალი სახელმწიფოს გაუკეთება რეაბილიტაცია და 9 მინი სტადიონი გაკეთდება ახალგაზრდობის მოთხოვნით. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დირექტორობის კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადაიყვანა. თინათინ ბერძენიშვილი 8 ხმით, ნათია კუპრაშვილი 8 ხმით, ზალ ანჯაფარიძემ 6 ხმა მიიღო, ვასილ მაღლაფერიძემ 5, ხოლო ნინო ზაუტაშვილმა 5 ხმა. უკვე მეორე ტურში გადასულმა კანდიდატებმა ტელევიზიის მართვის საკუთარი კონცეფცია უნდა წარმოადგინონ და საბჭოს წევრების შეკითხვებს უპასუხონ, რის შემდეგაც სამეურვეო საბჭო საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს გამოავლენს. გურჯაანის მეოთხე საბავშვო ბაღში დასაქმებული მშობლების შვილებისთვის ზამთრის ჯგუფი გაიხსნა. საბავშვო ბაღების გაერთიანების მთავარი სპეციალისტის ინფორმაციით, სულ 74 ბავშვია ჩარიცხული, თუმცა პირველ დღეს მხოლოდ 7 გამოცხადდა. ხვალიდან მათი რიცხვის გაზრდას ელოდებიან და საჭიროების შემთხვევაში მეორე ჯგუფიც დაემატება. ზამთრის ჯგუფები 16 იანვრამდე იმუშავებს, რის შემდეგაც სააღმზრდელო პროცესი მუნიციპალიტეტის 37-ვე ბაღში განხდება. მეოთხე საბავშვო ბაღში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ზამთრის ჯგუფები იმ ახსაზრდელთათვის, რომელთა მშობლებიც არიან დასაქმებულნი. ჯერჯერობით სულ ყავს 7 ახსაზრდელი, მაგრამ იმედია ხვალიდან შემოგვიერთდებიან და ფუნქციონირებს ამ ეტაპზე ერთი სააღმზრდელო ჯგუფი. რაც შეეხება 16 იანვრიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ ყველა საბავშვო ბაღში განახდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი. გურჯაანის თოჯინების თეატრში დღეს ბავშვებისთვის საახალწლო კარნავალი ჩატარდა. 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით თეატრში მოსულ პატარებს საახალწლოს ღაბლის გმირები და თოვლის პაპა უმასპინძლებენ და საჩუქრებსაც გადასცემენ. საახალწლო ნაძვის ხეზე იწვევს ბავშვებს გურჯაანის კულტურის ცენტრიც. საშობაო ღონისძიებები აქ 6 იანვარს დაიწყება და 14 იანვრამდე გაგრძელდება. თოჯინების თეატრი საახალწლო დღეებში ჩვენს პატარა მაყურებელს მასპინძლობს და ტრადიციულად საახალწლო კარნავალი ტარდება საახალწლოს ღაბარი და ასე გვეყოლება თოვლის პაპა და დღეიდან 3 იანვრიდან 6 იანვრის ჩათვლით ყოველ დღე 12 საათზე გვექნება საახალწლო წარმოდგენები და ასევე 14 იანვარს ქართული თეატრის დღეა, საღვნიშნავთ და ასევე ვეპატიჟებით პატარებს. 6 რიცხვიდან 14 რიცხვის ჩათვლით ყოველ დღე პირველ საათზე გელით ძვირფასო გურჯაანელებო ბილეთის ფასი იქნება 3 ლარი, ვეყოლება თოვლის პაპა და იქნება ტკბილი გემრიელი საჩუქრები. საახალწლო ღონისძიებები ჩატარდება ბავშვთა დაბადების დღეს ცენტრ დამბოში. გამოშვებას რეგიონს გარეთ განვითარებული მოვლენებით განვაგრძობთ. თბილისში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების სენატის წევრები ჯონ მაკეინი, ლინდსი გრემი და ემი კლობუჩარი თბილისის ტექნოლოგიურ პარკს ესტუმრნენ. ამერიკელ სენატორებს მასპინძლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაუწია. სტუმრებმა ტექნოპარკის ტერიტორიაზე განლაგებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები და საგამოფენო ოთახები დაათვალიერეს. სენატორები ინოვაციური იდეებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს შეხვდნენ და მათი პროექტების პრეზენტაციას გაეცნენ. ტექნოპარკში შეკრებილებს სიტყვით მართა სენატორმა ჯონ მაკეინმა. მისი თქმით, ინოვაციური პროექტების განხორციელებით საფუძველი ეყრება საქართველოს ეკონომიკის მომავალს. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის ვადაზე ადრე გადადგომის შესაძლებლობის შესახებ პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მოსაზრებაზე კომენტარს არ აკეთებს. როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არ არის საკომენტარო საკითხი. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე და რესპუბლიკური პარტიის ყოფილი ლიდერი დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის ვადამდე გადადგომას ივნისში პროგნოზირებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტში ჩაერთნენ. შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით აღნიშნული პროექტის საპილოტო ვერსია გასულ სეზონზე გუდაურში დაიწყო. წელს კი საქართველოს ყველა სამთო სათხილამურო კურორტი მოიცვა. ავსტრიელმა ექსპერტებმა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 20-მდე თანამშრომელი სამთო სათხილამურო ტაქტიკური მომზადების სფეროში გადაამზადეს. მოგეხსენებათ წარმატებული საპილოტო პროექტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით სათხილამურო კურორტებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროექტი წელს უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით ამოქმედა და ყველა სამთო სათხილამურო კურორტი მოიცვა. აღნიშნული პროექტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებიც ჩაერთვებიან, რომლებმაც საფუძვლიანი გადამზადება ავსტრიელი ექსპერტებთან გაიარეს და ისინი მზად არიან მაღალკვალიფიციურად უზრუნველყოფ გამსვენებელთა უსაფრთხოებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებს საქართველოს სამთო კურორტებზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენს ავსტრიელ კოლეგებთან ერთად მიმდინარეობს სამთო სათხილამურო ინსტრუქტორთა მომზადების კურსი. აღნიშნულ კურსზე ჩვენ შევისწავლეთ ტექნიკური სრიალი, ზოლში მოყოლილი გაზარალებულის ძებნა და შემდგომში მისი ევაკუაცია. გამოშვებას უცხოეთის ახალი ამბებით განვაგრძობთ. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით ახალი წლის ღამეს სტამბოლის ღამის კლუბში ტერორისტული აქტის ჩადენაში მთავარი ეჭვმიტანილი ყირგიზეთის მოქალაქე 28 წლის იახე მაშრაპოვია. გავრცელდა მისი პასპორტის სურათი, რომელიც ეჭვმიტანილმა ერთი თვის წინ ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლისას გამოიყენა. მიმდინარეობს იდენტიფიცირებული პირის ძებნა. 1 იანვარს სტამბოლში ღამის კლუბ რეინაზე თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40 მაყი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. სტამბოლში ღამის კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება დაეშმა აიღო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა 10 იანვარს ამერიკელებს გამოსამშვიდობებელი სიტყვით მიმართავს. მომხრეებისათვის გაგზავნილ მეილში პრეზიდენტმა ბრძანა, რომ მშობლიურ ჩიკაგოში დაგეგმილ ბოლო მიმართვაში ის გამოხატავს მადლიერებას ამერიკელებისადმი, რომლებმაც პრეზიდენტს მუშაობის შესაძლებლობა მისცეს საკუთარი თავი არ დაზოგეს ბოლო 8 წლის მანძილზე ქვეყნის გაუმჯობესებისთვის. ობამას თქმით, ბოლოს იტყვის იმასაც, თუ როგორ ხედავს ქვეყნის მომავალს. ახლა კი საინტერესო ამბები, რომელიც პალიტრატივიმ და ზოოკლუბმა გაავრცელა. მეცნიერებმა დიდი ხანია დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სახლში ცხოველები ჰყავთ, სტრესი ყველაზე იშვიათად ემართებათ. თუნდაც თევზი იყოს ეს შინაური ბინადარი, რომელსაც ვერც მოეფერები და ვერც ბრძანებებს შეასწავლით. ამ ცხოველების პატრონები ფაქტობრივად არ ნერვიულობენ. მათი უსაყვარლესი პატარა მეგობრები სიცოცხლეს უხანგრძლივებენ და ამშვიდებენ. პროგრამისტებმა გამოიგონეს ინოვაციური და ამავდროულად შემეცნებითი სამაჯურები პატარა გოგოებისთვის. როგორც ჯეი ვორდ ბორცი შემქმნელები ამბობენ, მათი გამოგონება მიზნად ისახავს გოგონებში ადრეულ ასაკში პროგრამირების უნარჩვევების გამომუშავებას. მათი თქმით, მეგობრობის სამაჯურები არა მარტო სახალისო და ლამაზია, არამედ საგანმანათლებლო ფუნქციას აქვს და გოგონებს კოდირების სწავლაში ეხმარება. როგორც ამბობენ, სამკაულში ჩამონტაჟებულია დიოდური ნათურები და ბლუთუზი, რომლის საშუალებით მისი დაპროგრამება შეიძლება. შედეგად სამაჯურ შეუძლია სხვადასხვაფრად გაანათოს, როდესაც თქვენი მეგობარი მოგიახლოვდებათ. ასევე გოგოებს საიდუმლო შეტყობინებების გაგზავნასა და მიღებაც შეუძლიათ ვიბრაციისა და ნათების საშუალებით. ახლა დღის სხვა ამბები. საახალწლოდ მსოფლიოში სახელგანთქმული სატელევიზიო შოუ შერლოკის ახალი მე-6 სეზონის პრემიერა შედგა. ახალი სეზონის პირველ ეპიზოდში მოქმედება საქართველოს დედაქალაქ თბილისში ვითარდება. კადრში ჩანს საქართველოს დროშაც. შეგახსენებთ, რომ შერლოკი კონან დოილის დეტექტიური მოთხრობების თანამედროვე ვერსიას წარმოადგენს. კრიმინალურ დრამაში მთავარ როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს. დღესაზე ფაჩულიას Golden State-მა NBA-ის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ მატჩში Denver Nuggets-ი მიიღო და ანგარიში 127-119 დაამარცხა. ქართველმა ცენტრმა ახალი წელი შედეგიანად დაიწყო. ფაჩულია ტრადიციისამებრ სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე საერთო ჯამში 19 წუთი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში ზაზას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა. ფაჩულიამ 11 გოლა, 9 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ახლა კი ვნახოთ როგორი ამინდი იქნება ხვალ. ტელეკომპანია გურჯაანის ახალი ამბების განმეორებით ნახვა ხვალ-დილი 10 საათზე შეგეძლებათ. გარდა ამისა, ტელეკომპანია გურჯაანის გადაცემები და სიუჟეტები შეგიძლიათ ნახოთ ჩვენ საიტზე gurjaani.tv.com. ასევე Facebook-ის გვერდზე მოგძებნეთ ქართული შრიფტი ტელეკომპანია გურჯაანი. გვიყუროთ სილხნეთზე, აქტისაცსა და მაი ვიდეოზე. ამით ჩვენი გამოშვება დასრულდა. ნახვამდის.